Assalamu alaikum wa rahmatullahi wa barakatuh. მოგესალმებით ძვირფას უმორწმუნეებო. დღეს მინდა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ხადისზე გესაუბროთ, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში ძალიან არასწორ კომენტარს უკეთებენ, არასწორად განმარტავენ და ამით ხალხის შეცდომაში შეყავთ. ეს არის საჰი მუსლიმში მყოფი ხადისი შუა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის კულუ ბიდათინ დალალათუნ. ყველანაირი ბიდათი არის უწმუნება, გასასწინობა, უგონება შუა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. როდესაც რომ მსგავს თემს ეხება საქმე, როდესაც რომ საქმე ხადისს ეხება, ჩვენ უნდა მივმართოთ სწავლულებს, ხადისის სწავლულებს, რადგან ჩვენ არ ყოფნის იმის ოდნა, რომ ამ ხადისზე, ამ სხვა ხადისებზე რაღაცა კომენტარები ვაკეთოთ. ეს არ არის ჩვენი საქმე. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ავდგეთ და მუჰადისებს, ანუ ხადისის სწავლულებს მივმართოთ, თუ რას ამბობენ ამ ხადისებთან და მსგავს ხადისებთან დაკავშირებით. ამაზე საჰი ბუხარიზე ორი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წიგნი გვაქვს. ერთ-ერთი არის ფეთხულ ბარი და უმდათულ ყარი. როდესაც რომ საჰი ბუხარიდან რაღაცას ხადის ვიღებთ და გვინდა ამ ხადისის გაგება, უნდა მივმართოთ ამ ორი წიგნს. ეს არის ფეთხულ ბარი და უმდათულ ყარი. და ასევე საჰი მუსლიმზე როდესაც ვსაუბრობთ, ერთ-ერთი უდიდესი წიგნი იმამ ნევევის რაჰიმაჰულლაჰ არის ელ-მინჰაჯ შერჰ ალა საჰი მუსლიმ. საჰი მუსლიმზე არსებული შერჰი განმარტება იმამ ნევევის, რომელიც იმამ ნევევი იყო უდიდესი მუჰადისი და ეს სწავლული იყო ესეთი სწავლი, რომლის სიტყვა სწავლებს შორის სენედი იყო და ყველა იღებდა მის სიტყვას. ამიტომ ამ ჰადისის განმარტება მინდა წავიკითხო იმამ ნევევის საჰი მუსლიმიდან. და ახლა რასაც წავიკითხავ, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ყველაფერი არის იმამ ნევევის სიტყვები და იმამ ნევევის განმარტება. ამიტომ ისე მოვისმინოთ, თითქოს იმამ ნევევი გვეუბნება ამას და ეს შეუძლია ყველა ვინც რომ არაბული იცის, გადაშალოს საჰი მუსლიმი იმამ ნევევის და წაიკითხოს. Bismillahirrahmanirrahim. Qawluhu sallallahu alayhi wa sallam kullu bid'atin dalalatun. Shomawal sallallahu alayhi wa sallam sitqa ყველა ბიდათი გასასწინებლობა. Hada amun makhsusun wal muradu ghalibul bid'ah. ანუ ეს არის ზოგადი გამონათქვამი, hada amun. ეს არის ზოგადი გამონათქვამი ოგეუბნება makhsusun, რომელიც გამოყენებულია კონკრეტულ კონტექსტში. Wal muradu ghalibul bid'ah. და აქ იგულისხმება ბიდათების უმრავლესობა. ანუ ყველა ბიდათი არ იგულისხმება ოგეუბნება იმამ ნევევი. და ამას შემდეგ უფრო კარგად გავიგებთ ინშალლა. قال أهل اللغة ენის სწავლება თქვეს რომ هي كل شيء عمل على غير مثال سابق. ანუ ბიდათი არის ისეთი რაღაცა, რაც რომ გაკეთდა ყოველგვარი წინასწარი მაგალითის გარეშე. ანუ წინასწარი მაგალითის გარეშე გაკეთებული რაღაცა არის სიახლე ბიდათი. قال العلماء შემდეგ იმამ ნევევი ამბობს რომ სწავლულებმა ასე თქვეს. البدعة خمسة أقسام. ბიდათი არის ხუთი ნაწილი. ანუ ჩვენ ვამბობთ რომ ყველანაირი ბიდათი თუ უწმუნება და გასასწინებლობა, მაშინ სწავლულები ამას ხუთ ნაწილად რატომ ყოფენ? და ძალიან მნიშვნელოვან ნაწილებად ყოფენ და მინდა რომ კარგად დაუკვირდეთ. ვაჯიბათუ სავალდებულო. ანუ იმამ ნევევი მუჰადისი ხადისის სწავლული გვეუბნება რომ სწავლულებმა ბიდათი დაყეს ხუთ ნაწილად და ამ ხუთიდან ერთ-ერთი არის სავალდებულო, ანუ ვაჯიბი ბიდათი. მენდუბეთუ მოწონებული ბიდათი. მუჰარრამეთუ ეს ჰარამი ბიდათი. მეკრუჰეთუ მოუწონარი ბიდათი. და მუბაჰათუ და მუბაჰი ბიდათი. ანუ ამ ხუთ ნაწილს შორის მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ რა ვიცით მარტო მუჰარრამეთუ, ანუ აკწავლი ბიდათი, რომ ყველანაირი ბიდათი არის აკწავლი და არ შეიძლება, მაგრამ სწავლები გვეუბნებიან რომ ვაჯიბეთუ და მენდუბეთუ და მუბაჰათუ, ანუ მოწონებული სავალდებულო ბიდათი გვაქვს, რომ ამობენ სწავლები. შემდეგ იმამ ნევევი გვეუბნება რომ بسم الله الرحمن الرحيم أو أضحت المسألة بأدلتها مبسوطة في تذهيب الأسماء واللغات. أنا ما مقصد أساتي تسيجني لو مثلا سكويا تذهيب الأسماء واللغات تسلسلهم وفوق أركض كانوا مرتين. ساكت خيمة من الجونبا هذا ما يدرس مثلا أمسك شيء رسم بوس من المتكدا مسكوس رجعت ساموس من دارهم كأركض تاو كده. قوله صلى الله عليه وسلم كما صلى الله عليه وسلم سيروا كل بدعة دلالة ყველანაირი ბიდათი არის გასაზრდელობა და შემდეგ ამბობს რომ ელ-ბიდათუ ბიდათი هي مقسومة. ეს არის დაყოფილი ილა ჰასანა ვა ყაბიჰ. ანუ კარგ ბიდათად და ცუდ ბიდათად. ამას ამბობს იმამ ნევევი. ეს შეუძლია ეს წიგნები არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვისაც რომ ცოდნის მიღება უნდა, სწორი ცოდნის მიღება უნდა, ყველა შეუძლია რომ გადაშალოს და ნახოს, წაიკითხოს და ანუ რაც ჩვენ ვამბობთ რომ კარგი ბიდათი არსებობს და გვეუბნებიან რომ შენ მუშიკი ხარ, შენ ქაფირი ხარ, ეს ჩვენი სიტყვები არ არის. ამას ამბობენ მუჰადისები. ამის შემდეგ კიდე დამაინტერესა და ნახეს სწავლების სხვა განმარტებები ამ ხადისთან დაკავშირებით და რას ამბობენ სწავლები მათ ასე უკვე აღარ ამბობენ. ამბობენ რომ იმამ ნევევი საჰი მუსლიმის განმარტებაში ასე თქვა და ჩვენც ამას ვიღებთ. ანუ იმამ ნევევის სიტყვის ზემოდან უკვე რაიმე სიტყვას ვეღარ ამბობენ. თუმცა დღეს ჩვენ როგორ ვართ საქართველოში, ანუ სწავლების სიტყვები აღარ გვაინტერესებს, რაღაცას ავდგებით ელემენტარული არაბული სუნით, წავიკითხავთ ჰადის და გონია რომ ყველაზე კარგად ჩვენ გავიგებთ, თუმცა შემდეგ მუჰადისების ამ ჰადისის სწავლების, რომლებმაც რომ საკუთარი სიცოცხლე დაუთმეს ამ სუნნის მიღებას,
იმის საპირისპიროს ამბობენ, რასაც რომ ჩვენ ვამბობთ. ამიტომ ამას კარგად უნდა დაუკვირდეთ და როდესაც გვეუბნებიან რომ ბიდათუ ჰასანე, ანუ კარგი ბიდათი არსებობს, რომ იმ ადამიანებს არ უნდა უთხრათ რომ შენ ხარ ურწმუნო, ამას როგორ ამბობო, რადგან თავად მუჰადისები და ისეთი მუჰადისი როგორც იმამ ნევევი რაჰიმაულლაჰ იყო, ამბობს რომ ბიდათი არის ორი სახის, ჰასანე ვა ყაბიჰა. კარგი და ცუდი ბიდათად ორ ნაწილად ყოფს იმამ ნევევი. ამიტომ ამ საკითხზე კარგად დავფიქრეთ ინშალლა. ალჰამდულილlah ვა სალატუ ვასალამუ ალა რასულილlah.